მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო დღეს ჩვენი ტრადიციული ჩვენი გაშლა კვირის პროგნოზი, ხო? ნახოთ რა გველოდება ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქ იქნება საქმიანობა, კარიერა, ის რა გაქვს სწავლა, ზოგს აქ ფინანსები ავიღოთ და ურთიერთობა, ხო? და რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში ვნახოთ ეხლა ვისთვის იქნება ეს გაშლა რა ენერგიებში ხართ, რომ იცოდეთ, როგორც სიგნიფიკატია რა, რომ თქვენ იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი გაშლა. ნახოთ ეხლა. როგორ უნდა დღეს ამ დასთა საუბრები, ხო, რაღაცაზე ხართ ნაწყენი? Так, და ნახოთ ეხლა ჩვენ რა ენერგიებში უნდა შეხვიდეთ, რა გელოდებათ, ხო? რა ენერგიები დაგეხმარებათ თქვენ, მოვლენები შეიძლება, ხო? ნახოთ. Так, და უკვე კარიერა. კარიერა სამსახური. მოდით ვნახოთ ერთ კარს ავიღებ, რა მიდის, ხო? უკვე რაც არ გემსახურებათ, უკვე და აღარ გჭირდებათ, ესეც ვნახოთ. რაზე უკვე თქვენი ენერგია არ უნდა დახარჯოთ, მოდით ასე ვთქვათ, ფინანსებში, რაზე აღარ უნდა დახარჯოთ თქვენი ენერგია და რა მოდის. რაზე უნდა მიაქციოთ ყურადღება. იგივე ავიღოთ ჩვენ ფინანსებშიც, ხო? ნახოთ ეხლა ჩვენ, რა ვიცი, დღეს რაღაც ამ დასტებმა მოითხოვეს, ვინ მოითხოვა ის ავიღე. ნახოთ ეხლა რა უნდა წავიდეს. როცა. რა უნდა წავიდეს, რაზე აღარ ვხარჯავთ ენერგიას და რაზე უნდა მივაქციოთ ყურადღება ფინანსურში, ხო? ფინანსებში. რაღაცა იცვლება, ძალიან იცვლება, так ვნახოთ. ურთიერთობაში ავიღოთ იგივენაერად. ვნახოთ ჩვენ, აი აქ დასტა მზათან აქვე და რა მიდის, всё, რაზე, არ ვაქცევთ ყურადღებას ამას და რა მოდის აქაც, რაღაცა ურთიერთობა, როგორც ყოველთვის, ხო? ყველანაირად მოდის ბევრი კარტი. Так, всё, ვნახოთ. ესე იგი, ვისთვის არის ეს გაშლა დღევანდელი? აქ მე შემიძლია გითხრათ რა. ძალიან საინტერესო რა. მოდის აქ. იცით რას გეტყოდით? აქ ბევრი ის აი აქ ხო თქვი რომ რაღაცა დასტის ბოლოში იყო, რომ მეთქი რაღაცა გეწყინათ, ხო? ნახეთ რა ხდება. აი აქ არის სიტუაცია როგორი თქვენ აქ პირველ რიგში ვისთვის იქნება ეს გაშლა? იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე არ მივცემ უფლებას ჩემს მამაკაცს ამ შემთხვევაში, ხო, რომ მან ჩემს კეთილ დღეობაზე, ჩემს კარგ განწყობაზე მას კონდეს ზეგავლენა. всё, არ ვაძლევ მე უფლებას მაგას. ეს პირველი იქნება. კიდე აქ არის მომენტი, როცა თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ რა, ჩემი გოგოები ხა ვინც ტრენინგზე არიან ჩემთან, თქვენთვის იქნება ეს ძალიან კარგი. იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ არჩევანი გააკეთეთ იმისი, რომ მე მინდა შევიდე ისეთ სივრცეში იმ ადამიანებთან ერთად, ვინც რაღაცა იცის, სადაც მე კარგი განწყობა მექნება, ვინც მე გამომიყვანს იმ რთული პერიოდიდან, სადაც მე დავუშვათ. შეიძლება საქმიანობას ეხებოდეს ეს როგორც ენერგია თუ ავიღოთ, არ მიმართლებს ისე როგორც მე მინდა, ხო? ან კიდე, ან даже ესეც მომენტი, ნახეთ, მე ვიპოვე ძლიერი ადამიანი, ვისაც აქ ცოდნა იმისი, რომ მე დამეხმარება ჩემი გულის ტკენისგან გამოსვლიდან, ხო? სწორად თქვი მგონი. ანუ აი ეს არის, კიდე არის, აქ გეუბნებით, ენერგია ძალიან მაგარი. მამაკაცებსაც თუ ბიჭები უყურებენ, თქვენც ხართ ისეთ ენერგიაში, რომ თქვენც თქვით, რომ მე პასუხს ვიღებ ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს გონებაზე, ჩემს საქციელზე.
და ანუ გადადეს აქ ადამიანი რაღაც კაი ენერგიებში. ანუ ასე მოკლე იქნება ეს სიგნიფიკაცია და უბრალოდ იცოდეთ რომ თუ გრეზონირ და ესე იგი თქვენი არის რომ მე არ ვაძლევ უფლებას არავის რომ აი თქვათ ჩემ განწყობა იყოს არა ჯანსაღი ჩემთვის. აი ასე ვთქვათ. всё. ნახოთ ახლა. აჰა, აი გვერდხების დედოფალიც მობრძანდა. ხო გითხარით? აი ხო გითხარით. აქ თქვენ ნახეთ რა ხდება. ვისთვის კიდე უფრო იქნება, ახლა კიდე ნახეთ. აქ თქვენ შეიძლება იყავით ძალიან დამოკიდებული იმაზე, რა ხასიათზე არის თქვენი მამაკაცი. დაუშვათ, ნუ გოგოებს თუ შევეხოთ, ხო? რას ხასიათზე იყო ჩემი მამაკაცი, ხო? შეიძლება თქვათ, ახლა იმასაც ნუ დამოკიდებული იყავით, დაუშვათ, მის ხასიათზე, მის რას მოგწერს, რას გეტყვის, როგორ მოგექცევა. ანუ თითქოს რომ აი იმდენად მნიშვნელოვანია ის რომ დაუშვათ ის იყოს კაი ხასიათზე რომ მე თქვათ აი ყველაფერზე ვიყავე თანახმა, ხო? ეხლა თქვენ ნახეთ როგორ ხართ. შედეხართ ისეთ ენერგიაში, ხო, შეიძლება ხო გეუბნებით რომ ისეთ სიფრცეში, სადაც თქვენ ხვდებით რომ პირველ რიგში ჩემი განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი განწყობა და არა ვიყო დამოკიდებული ვიღაცის აზრზე. არა აქვს მნიშვნელობა იმაზე მიყვარს თუ როგორ ვარ განწყობილი, ქმარია თუ ვინც არის, გამიგეთ რა ხდება? და კიდე შეიძლება სხვათა შორის აი აქ ისეთ რა ენერგია იყოს, ვიღაცამ გაიცნო ადამიანი, რომელიც არის უფრო ძლიერი, ვიდრე ის ადამიანი, ვინც ყავდა, რომელიც გულს ჰგენდა და ეს ადამიანი, ვინც თქვენთან ეხლა შემოვიდა, გეხმარება იმაში, რომ თქვენ დაივიწყოთ ყველანაირი გულის ტკენა, რომელიც გქონდა მიღებული ადრე მამაკაცებისგან. აი ესეც შეიძლება იყოს აქ. ან სივრცეში ხართ ვიღაცა შეიძლება და ქალებთან ატარებთ დროს, ან სადმე ხართ წასული, ან შეიძლება ნუ სწავლაც შეიძლება იყოს და ნუ რაც გითხარით. ნახეთ რა ხდება. აქ თქვენი ენერგია იხსნება, აქ იხსნება ძალიან თქვენ ახლა რაც გითხარით მიჯაჭვულებიდან გადიხართ, ხო, უკვე დაიწყეთ და გადიხართ. მაგრამ ამავდროულად ნახეთ რამხელა ენერგია იხსნება თქვენში. აქ არის ენერგია ქალის, ანუ ჩვენ ახლა ის ტრენინგიც რო გვაქვს, ჩვენ იქ მუშაობთ ამ ქალის ენერგიებზე რა, როგორ გამოუშვათ, ხო? და ზუსტად შეხედეთ რამხელა ენერგია გამოდის, სექსუალური ენერგია, მიმზიდველობის ენერგია. ენერგია, როცა ყველაფერი ჩემი სურვილი რაც არის, ყველაფერს ვიზიდავ მე ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს ენერგია რო ავიღო, ჩვენს არის მიწიერი ენერგია, ჩვენი სურვილების ასრულების, ჩვენ ახლა მარტო იმაში კი არ ვკითხულობთ მინუსში, ხო? ამიტომ აქ არ არის მინუსში, ხო? ეს ენერგია პირიქით ნახეთ, რამხელა ცეცხლი ანთია და აქ გუნდალინიზე და ყველაფერი და ამ დროს ამ კვირაში თქვენ კიდე შეგიძლიათ აიმაღლოთ ეს ენერგია რა, ეს სექსუალური ენერგია, ეს ფულის ენერგია, ეს სიცოცხლის ენერგია, ეს გამოჯამრთელების ენერგია. იმიტომ რომ როცა პლუსში არის ეს შმაკის ენერგია, ეს არის ჯამრთელობა ორგანიზმის, ცხოვრების, მატერიალური მხრის, გამიგეთ? აი ეხლა ესეთ ენერგიებში გადიხართ თქვენ. იმიტომ რომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, გამიგეთ და არის რაღაც არაჩვეულებრივი რა, ძალიან არაჩვეულებრივ ენერგიებში შედიხართ, თქვენს თავთან ჰარმონიაში იქნებით რა. ანუ თქვენ ეხლა ნახეთ როცა კალი აქ ესეთ ენერგიაში არის რა იზიდავს ხალხს, იზიდავს ფულს, იზიდავს ყველაფერს, მატერიალურს თუ რამე შეიძლება იყოს. ძალიან მაგარ ენერგიებში შედიხართ, აი უზომოდ მაგარ ენერგიებში შედიხართ. ნუ ვიღაცა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს ბოლოს და ბოლოს, რომ ან გამოავლინოს თავისი კიდე ეზოტერიკული ცოდნა, იმიტომ რომ აქ ნახეთ მე-15 ენერგია ეს არის როცა მე მზად ვარ იმისათვის რომ დავეხმარო იმ ადამიანებს ვინც არის აი სიტუაციაში რომელიც თქვათ ზღვარზე რა რო არიან ადამიანები და აქ შეიძლება თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ რომ მე უკვე მზად ვარ რომ გავცეთ ჩემი თქვათ ცოდნა იმ ადამიანებს ვისაც მე ვჭირდები ხო ანუ აქ არის როგორი მომენტი კიდე შეიძლება მიიღებთ გადაწყვეტილებას რომ მე მინდა შევისწავლო და გავიგო რა არის ეს თქვათ ეს ცოდნა თქვათ აი საკრალური ცოდნა იმიტომ რომ მე-15 ენერგია ესეც არის საკრალური ცოდნა ხო
აქ ვიღაცებს დაეხმარებით შეიძლება თქვენი რჩევით ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ თქვენი დახმარება და უშოთ ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ 15 ენერგია როცა ადამიანი კარგი ფსიქოლოგიც არის რა. ნახოთ ახლა ჩვენ მაშინაბა სფეროების მიხედვით რა არის აი აქ რა ენერგია აღარ გინდათ. ნუ ნახეთ ახლა თუ რამე არ იყო თქვენს ცხოვრებაში, თუ რამე არ ხდებოდა, თუ არ ჩანდით თქვენ, აი ეს სიტუაცია მიდის. იმიტომ რომ ნახეთ ამ შემთხვევაში აქ არის როგორ იცით, შეიძლება თქვენ აკეთებდეთ რაღაცა, ნახეთ აი ვთქვი კიდევაც ეს შეიძლება საქმიანობაში, შეიძლება თქვენ ბევრ რამეს აკეთებდით იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება შეცვლილი იყო, მაგრამ არ ხდებოდა. არ ჩანდეთ იმდენად, რამდენად უნდა ჩანდეთ რა. და აი ეხლა იცვლება თქვენ აი აქ ისეთ ასპარეზზე გადეხართ ენერგიაში, ნახეთ, აქ შედეხართ ენერგიაში, ჩვენ ერთმანეთს ვკითხულობთ ენერგიებით, ხო? და ჩემი შინაგანი მდგომარეობა როგორიც არის, აი იმ შინაგან მდგომარეობაზე მე ვიზიდავ ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში. აი აქ უკვე თქვენ საქმიანობას რაც ეხება, თქვენ რაღაცა ისეთი გაიარეთ რა, რომ შეიძლება მუშაობდეთ ბევრს და ტრანსფორმაციებსაც გადიოდეთ იმისათვის, რომ თქვენი გამოჩენის ენერგიები გამოხატოთ, ხო? აი ხა ჩვენ ერთ-ერთი თემაც გვექნება ხა ტრენინგზე, რომ ზუსტად იმაზე, რომ გამოვხატო ჩემი, თქვათ აი ზუსტად ამ კვირაში ამაზეც იქნება მუშაობა, რომ როგორ გამოვავლინო ჩემი თავი, ასე რომ ვთქვა, მიხვდეთ? იმიტომ რომ ნახეთ, ადამიანი იჯდა განდეგელის ენერგიაში, ხო, რაღაცებს აკეთებდეთ შეიძლება პრაქტიკებს, მაგრამ გინდოდათ რომ ყოფილიყავით იმპერატრიცა რა, იმპერატრიცა ადამიანი, რომელიც მართლა ყველაფერს იღებს იმას, რაც მას უნდა. აი აქ უკვე ეს მომენტი არის, რომ თქვენ სულმა თქვა, რომ всё გეყოფა, საკმარისია უკვე ჯდომა მარტო შენთვის, უკვე უნდა გახვიდე შენ რა, რაღაცა ეს ქონდა და უკვე всё, ესე იგი უკვე თქვენ გამოჩდებით, ამიტომ ამაზე უკვე დიდად მუშაობა შეიძლება ვთქვათ, არ დაგჭირდებათ. კი ბატონო, მუშაობდეთ მაგაზე ძალიან ბევრს ნახეთ რა ენერგიებში იყავით და ეს ყველაფერი მიდის თქვენგან და ნახეთ რამხელა მზე შემოდის თქვენთან, რამხელა სიხარული. ნახოთ ახლა აქ რას გვაჩვენებენ, კი აი რამხელა სიხარული მეთქი, ხო გითხარით, ნახეთ რა კარტები მოდის. თქვენ აქ იქნებით როგორ იცით, ყველანაირად გაგეხარდება, თუ იყავით ჩაკეტილი, გახვალთ საზოგადოებაში, ხო? შემოდის ბედნიერება, აღიარება, კარგი სამსახური, ხო? სამსახური, რომელიც თქვენ მოგწონთ, რომელიც თქვენ მოგიტანთ სტაბილურობას, რომელიც თქვენ უკვე აი როგორ ხართ ისე ბედნიერებას გაძლევთ რა. თუ დაუშვათ ახლა აქ მოიცადეთ ერთი წუთი. ხო, უარს ამბობ თქვენ, იმაზე რაც თქვენ არ გიხარიათ. აი უკვე აქ არის ძალიან დიდი სიხარული. ნახეთ, შეიძლება თქვათ წინსვლა გექნებათ, რა ადრე თქვათ შეიძლება თქვენ არ გაძლევდნენ თქვათ იმ წინსვლას, თქვათ დაწინაურებას, უგეუბნებოდა რაღაცა თქვენი იდეები, რაღაცები იყო და არ იღებდნენ ამ თქვენ იდეებს, ხო? რომ არა მოიცა რა და აი აქ გაგეხარდებათ ძალიან, იმიტომ რომ თუ სამსახურს ნახავთ თქვენ დაუშვათ კოლექტივი, ძალიან კარგი იქნება ეს კოლექტივიც და შეიძლება даже ნახოთ რა დონემდე იქნება კარგი, რომ აი თქვათ იყავით თქვენ განცდაში, რომ თქვათ იქაც არ მიმიღეს, აქ არ მიმიღეს, იქ მითხრეს უარი, ხო? და განვიცდიდეთ ძალიან, მაგრამ აი ეს განცდა დამთავრდება, იმიტომ რომ თქვენ ისეთ კარგ კოლექტივში შეხვალთ, რომ სადაც მართლა ძალიან გაგეხარდებათ და იქნებით აღიარებული, მიგიღებენ რა ისე კარგად, რომ რა ვიცი, რაც ეხება სამსახურს, თქვენი პრობლემა აქ დამთავრდება, კი გქონდათ პრობლემები, ეძებდით, ვერ პოვლობდით, მაგრამ აი ახლა იქ სადაც მიხვალთ, ვერ არ ჩანს ხო? აი გაგეხარდებათ უზომოდ რა. სამსახურს რაც ეხება, აქ არის რაღაცა ძალიან მაგარი მომენტები, შეიძლება რაღაც даже ინსაიტებიც რატომღაც მომდის, რა შეიძლება მიიღოთ. და ფინანსები რა მიდის?
აი ეს ფიქრი, თქვენი ფიქრი ფულზე რა, აი სულ ნახეთ, აი აქაც ხო არის, აქაც შეიძლება იყოს ფიქრები, რომელიც მე მაწუხებ და გამიგეთ, ფიქრები და შევცვალე ეს ფიქრები, რომელიც შეიძლება თქვენ აქ გქონდათ რაღაცა თავში ის დადგენილებები ისეთივე, აი რომელიც უნდა მოიშოროთ უკვე და ნამდვილად აი აქ ეს შეიძლება ეხებოდა იმენა ფინანსებს. აქ თქვენ პრინციპში რაც გულს გტკენდა, თქვენ ამაზე მუშაობთ, იმიტომ რომ ხმალების მეფე ეს არის ადამიანი, რომელსაც აქ ცოდნა, ხო? და ანუ ამ ცოდნას ეს ადამიანი ეხლა უკვე როგორ ვთქვათ, იყენებს თავის სისასარგებლოდ, მოდით ასე რომ ვთქვათ და აი აქ უკვე თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ ეს ადრინდელი ფიქრები, რომელიც კიდე რომელიც თქვენ გიბლოკავდეთ, ხო? ეს უკვე თქვენი ცხოვრებიდან მიდის, როცა თქვენ იყავით დაძაბული იმაზე, რომ ფული არა მაქვს, ან ფული საიდან ვიშოვო, ან რაღაცა კიდე თუ თქვენ ვიღაცა იყავით დამოკიდებული იმაზე, რა ქვია, ხო, სხვათაშორის აქ ვიღაცა შეიძლება დაჟე თავის საქმესაც დაიწყებს, სახლიდან დაიწყებს დაჟე მუშაობას, ეგეც შეიძლება იყოს, თქვათ ვერ ბედავდით და ეხლა შეიძლება გაბედოთ, იმიტომ რომ აი აქ ფულს რაც ეხება, შეიძლება აღარ დაგჭირდებათ ადამიანი, რომელიც თქვენ ამ ფულს გიხდის სიტყვაზე, ხო? ან არ დაგჭირდებათ თქვენ აქ მიდის სიტუაცია, როცა პრობლემები გქონდა, ან შეიძლება მამაკაცზე იყავით დამოკიდებული ვიღაცაზე, ვისაც გქონდა, თქვათ, ნუ ვინც გარჩენდათ სიტყვაზე, ხო და უკვე არც გინდოდათ არც ეს კაცი და არც მაგისი ფული და აქ რაღაც გადაწყვეტილებას შეიძლება მიიღებთ, რომ საერთოდ ეს სიტუაცია მოიშოროთ რა. ნუ რა მოდის ვნახოთ ახლა. რა მოდის? აი აქ ნახეთ რა მაგარი რაღაცა მოდის. თქვენი ყველა დარდი თუ რამე გქონდა თქვენ, ხო? უკვე სრულდებათ სამყარო, უკვე თქვენ შეგისმენს და თქვენ მიდიხარ ძალიან კარგ მომავალში. ნუ მოდით კიდე გავხსნი, სად არის დასტა. ხო, იმიტომ რომ აქ ნახეთ, თქვენი ყველა დარდი წაიღო უკვე სამყარო, წაიღო. აღარ всё უკვე მორჩება აქ რა. იმიტომ რომ აქ რაღაცა ახალი გელოდებათ თქვენ. კი, მოერიეთ. აი აქ ვიღაცა ძალიან მაგარი სამუშაოს ატარეს რა. ნამდვილად იმაზე, რომ ანუ ყველანაირად რაც ეხება ფულს, აკეთებ თქვენ რაღაცა პრაქტიკებს რა. ანუ უკვე შიში და კარგვის თქვენში აღარ იქნება. გამიგეთ? აქ თითქოს მე ვენდობი, აქ თუ დაუშვათ რამე გზავნილს ელოდებოდი თქვენ, თქვენ ამას ნახეთ აქ როგორ მუშაობს, მე რაღაცა თქვათ ვიღაცამ უნდა მომცეს თქვათ მოვიდეს ფული, ხო? მაგრამ მე ეხა ნუ თქვათ დააგვიანდა მოსვლა, ან თქვათ დაიკარგა, ან არ გადმომიგზავნეს, ან არ გადმომერიცხეს, ხო? შეიძლება თქვენ ამაზე ნერვიულობდით. ეხლა თქვენ შეცვალეთ მიდგომა, სულ სხვანაირად დაიწყეთ ფიქრი, გაუშვით სამყაროში და რა თქმა უნდა ეს სიტუაცია შეიცვლება. კი, თქვენ თვითონ იღებთ პასუხისმგებლობას. ნუ, აჰა, აგერ არის ფული თქვენი მოვიდა. ანუ აქ როგორი თემა არის? შევცვალე ფიქრი, შევცვალე მიდგომა, შევცვალე დამოკიდებულება, სიტუაცია შეიცვლება. პლუს კიდე აქ თუ თქვენ დაუშვათ, აქ ვიღაცას ნახეთ კიდე რას გეტყვით. თქვენ შეიძლება რაღაცა სიტუაცია გაიძულებს, რომ თქვენ გასულიყავით სიტყვაზე ონლაინ. აი არ გადიოდეთ, მაგრამ ახლა ნახეთ, ახლა ჩვენ ესე დროში ვცხოვრობთ, რომ ნამდვილად თუ რამით ვართ ჩვენ დამოკიდებული, დაკავებული უკაცრავად, უნდა გაიგოს ხალხმა, ხო ასე ახლა ჩვენ ახლა სულ ყველა ვართ მომხმარებლები აბსოლუტურად რა. მაგრამ ის რაც მე მჭირდება, ხო, ახლა უფრო ადვილია ვიპოვო ინტერნეტში, ნუ უკვე სამყარო შეიცვალა, ხო? ამიტომ და შენ შეიძლება ვერ გადიოდი, ან არ გადიოდი, ხო, დაუშვათ. აი აქ რაღაცა სიტუაცია მოხდება ისეთი, რომ შენ ახლა გაიძულებს გასვლას, თუნდაც თქვათ, ახლა და ანახო შენი საქმიანობა,
ბევრ ადამიანს და ეს მოგიტანს შენ დიდ ფულს, გამიგეთ? ანუ დიდი ფული ყოველას თავი, ზოგისთვის ახლა 1000 ლარის ბევრია, ზოგისთვის ახლა შეიძლება მილიონიც ცოტა იყოს, ხო? ამიტომ ყველა თავისი დიდი ფულს დაიჭერს, გამიგეთ რა ხდება? ანუ ნაკადი გეხსნებათ. აქ რაღაცა რთული პერიოდი, რომელიც თქვენ გაწუხებთ ძალიან ფინანსთან დაკავშირებით, ხო? თქვენ აქ რაღაც აზროვნებას შეცვლით, აზროვნებას სხვანაირად მე ვფიქრობ უკვე ფულს და ფულის ნაკადს სხვანაირად, ხო? და უკვე ნახეთ არალოგიკურად კაცი, ნახე კაცის გონება, ეს არის ლოგიკა, ხო? აქ ერთობა ქალის უკვე ლოგიკა, ასე რომ ვთქვათ, ქალის ლოგიკა სხვანაირია რა. და ამიტომ ნაკადში შედეხარ უკვე ფულის ნაკადში შედეხარ ფული მოდის, აქ დაჟე გახსნათ ახლა რა მის ახლა რა საჭიროა. ხო, სწავლობ ახლა, აი ეგ არის რა. რომ უკვე ისწავლე რა და ნაკადი წამოვა და აუცილებლად რა, აუცილებლად თქვენ ბევრ რაღაცებს ცვლილებები იქნება თუ კლიენტებთან მუშაობთ, კლიენტები თუ მოსწავლეები თუ თქვათ რამე რა ვიცი, ვინ რა დარგში მუშაობთ, ანუ მიდგომა შევცვალე, ვისწავლე სხვანაირი დამოკიდებულება ფულიზე, ფული წამოვიდა. აი ეს არის რა, მეტი არაფერი. და აქ ვნახოთ ურთიერთობაში რა მიდის და ის მომენტი, რომელიც თქვენ არ მოგწონთ და შეიძლება თქვენ გქონდათ კამათი, შეიძლება თქვენ გქონდათ რაღაცა გაუგებრობა, შეიძლება ის რაც თქვენ გინდოდათ, ისი არ ხდებოდა, როგორც თქვენ გინდოდათ, ხო? შეიძლება თქვენ ელოდებოდეთ დაუშვათ ადამიანს, რომელიც თქვენთვის არის ძვირფასი, ის არ მოდიოდა და ამის გამო წენა შეიძლება იყო. ან საერთოდ შეიძლება დაჟე გქონდათ აქ აი ან გაქვთ ხო ეს პერიოდი, როცა ვაფშე არ მინდა, არ ვიცი რა, მინდა თუ არ მინდა, რომ ვთქვათ ამ ურთიერთობაში ვიყო რაღაცა შინაგანი კამათი გქონდა თქვენ, შეიძლება იმაზე როგორ გავაგრძელო მე გზა, იმიტომ რომ აქ ადამიანი უკვე დაფიქრდა თავის თავზე, ეს არის ძალიან კარგი. რომ უკვე შეიძლება რაღაცა ბრძოლაც გაქვთ თქვენ შინაგანი, რა გავაკეთო ახლა, მარტო წავიდე თუ რა, აი ნახოთ თუ რა იქნება, რას გვეუბნება. აი ეს პერიოდი თქვენთან დასრულდება, იცით რა არის და აქ რაღაცა ახალი ეტაპი იქნება. იმიტომ რომ ეს შიში, რომელიც გქონდა თქვენ, აი აქ ხო, იმიტომ რომ ამ სეთ პერიოდში, როცა ხარ შენ ახლა ფიქრებში რა, ფიქრობ რომ რა გავაკეთო, მინდა გამოვიდე ისეთი სიტუაციიდან, რომელიც მე არ მომწონს. მინდა, იმიტომ რომ უკვე შინაგანი ძალიან მაწუხებს რა, რაღაცა ძალიან რა, უკვე რაღაცა სიტუაცია ისეთი არის, რომ კონფლიქტური არის, მაგრამ აქ ადამიანი უკვე ფიქრობს, რომ მე ვაფშე ეს მინდა, ეს ყველაფერი რა უბედურება, აღარ მინდაც. ხო და მაგრამ აი აქ რაღაცა სიტუაცია გაერკვევა, იმიტომ რომ თქვენი აი ეს რაც გაწუხებდათ, რა შიშებიც გქონდათ, ეს ყველაფერი წავა. ეს მიდის რა, იმიტომ რომ ნახეთ აქ სულ მაღალი არკანები არის, ანუ აქ რას გეტყვით, რომ რაღაცა სიტუაცია, რომელიც თქვენ ძალიან გაწუხებდათ, რომელიც იყო თქვენთვის ძალიან შემაწუხებელი, რომელიც შეიძლება ბლოკავდა რაღაცებს, აქ თქვენი საგვარეულო ერევა და ეს სიტუაცია განიმუხტება ყველანაირად, იმიტომ რომ აქ იქნება ვიღაცასთან ურთიერთობა განახლდება ვიღაცასთან, შეიძლება ვაფშე ახალი ურთიერთობაც შემოვიდეს, გამიგეთ, შეიძლება აქ ადამიანს ვაფშე მობეზრდა ყოფნა მარტოობაში რა, რომ მარტო ფული თქვა, სამსახური და ასე შემდეგ და სად არის ჩემი ბედნიერება. და მაგრამ შიში მაქვს, რომ შეიძლება ზოგს აქ როგორი მომენტი თქვა, ძველი ურთიერთობის გამო მე შინია შესვლა ახალი ურთიერთობაში რა. მაგრამ აქ ნახეთ რა ენერგიებში ხართ თქვენ, აი აქ რა ენერგიებში ხართ რა. და ამიტომ აქ რაღაცა გამოდიხარ თქვენ ამ შიშებიდან და ამ ბლოკებიდან რა, უკვე თქვენი საგვარეულო გეხმარება შეიძლება ახლა მედიტაციებით, პრაქტიკებით, რაღაცებს, რა ვიცი, ლოცვებით, ვის რა გაქვთ, ხო? აი ამით თქვენ გამოდიხარ და თითქოს განულება რო არის, აი ეს არის რომ ან ვიღაცა ახალი ადამიანი შემოდის თქვენთან, ხო? თუ რო არჩევანს ვაკეთებ, ხო? ან შეიძლება ისე რა ქვია, თქვენი ურთიერთობა განულდება. სხვათა შორის აქ შეიძლება რაღაცა სიტუაცია მოხდეს თქვენი
პარტნიორის რო ვთქვათ რაღაც მოდის ეგეთი ინფორმაცია, პარტნიორი შეიძლება თქვენი, რომელსაც ქონდა რაღაცა შიშები და ბრყოლებები, რაღაცა მომენტები შეიძლება ოჯახს ეხებოდა, ხო, ეს ადამიანი ვთქვათ, ეხლა დამოკიდებული იყო ოჯახის აზრებზე დაუშვოთ, ხო? ის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან არჩევანს გააკეთებს, გამიგეთ? აი ძალიან რაღაცა მნიშვნელოვან არჩევანს გააკეთებს. კი. იმიტომ რომ აქ ეგ ნახეთ წყვილად მოდიხართ, იმიტომ რომ აქ უკვე არჩევანს აკეთებს ეს ადამიანი, რომ თქვენთან უნდა რომ იყოს, იმიტომ რომ ნახეთ ქვერთხების დედოფალი ასეთი ენერგიაში როცა ხარ, ნუ აქ ახლა შეუძლებელია რომ არ აგირჩიოს და არ დაგინახოს ადამიანებმა და ნუ თქვათ მამაკაცებმა სიტყვაზე, ან თუნდაც კაცი ხარ და ქალებმა დაუშვოთ, ხო? და კი. აქ უეჭველი არის, სხვა შორის ვიღაცა მოხდება ურთიერთობაში თუ ახალი, გექნება ძალიან დიდი სხვაობა ასაკში დააკვირდით, მაგრამ ეს ძალიან წერტილოვანი ინფორმაცია, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ადამიანი, თქვენი საყვარელი ადამიანი აკეთებს არჩევანს თქვენსკენ, იმიტომ რომ ხდება, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, თქვენ ხართ ის მთავარი ქალი, თქვენ ხართ ის ვინც არის მაგისთვის მნიშვნელოვანი და თითქოს კიდე თუ თქვენ ნაწყენი იყავით, ხო, სხვათა შორის თქვენ შანსს მისცემთ ადამიანს კიდე რომ დაუშვოთ ეს რა. კიდე არის ერთი მომენტი, შეიძლება აქ გქონდა თქვენ თუ დაუშვოთ შიში, რომ აი თქვათ უკვე წინადადებას გამიკეთებს თუ არა, ხელს მთხოვს თუ არა, გამიგეთ? და შიში გქონდათ მაგის, აქ საგვარეულო ყავხართ თქვენ უკვე რჩეული ამ ადამიანისთვის, ნახეთ, წყვილად მოდიხართ და ამიტომ აქ შეიძლება ვინმესთან მოვა ადამიანი და ხელს თხოვს. ესეც დააკვირდეთ, საჯარო გაშლა, ამიტომ რაც მოდის ინფორმაცია, მაგას გეუბნებით. ის რომ რაღაცა სიტუაციები, რომელიც თქვენ გიშლიდეთ ხელს, რა თქმა უნდა, აქ მოერევა თქვენი პარტნიორი ალბათ და კი, აქ ძალიან კარგი სიტუაციები მოდის თქვენთან, კი. აქ ბევრი სამუშაო იყო, აქ ვიღაცა გიბრუნდებათ ოჯახში და სხვათა შორის ფულით. ეგაც რა, შეიძლება სამსახურს ნახავს თქვენი თქვა საყვარელი ადამიანი და ძალიან კარგს და დაბრუნდება, თქვათ, ზოგ შეიძლება თქვათ, вообще სახს უყიდეს. არ ვიცი, აქ სხვადასხვა ვარიანტები შეიძლება იყოს, ბევრნი ხართ შემოლამაზებო. ყველა თავისი დაიჭირეთ. მე კი გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.